გაცემული ადამიანი თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს. იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ ეს საშობაო ეპისტოლეს ყველაზე საინტერესო პასაჟია. რამდენიმე აბზაცი კაცზე, რომელსაც ეშინია სიკვდილის და სიცოცხლის გახანგრძლივების მეთოდებს იგონებს, ერთგვარი ჩანართია ეპისტოლეში. თუ საშობაო ეპისტოლეს ბეჭდურ ვერსიას დახედავთ, რომელშიც ეს პასაჟი გამოყოფილია, ამაში კიდევ უფრო დარწმუნდებით. ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს. ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ზრწის. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს. ტექსტმა კაცზე, რომელსაც ძალიან ეშინია სიკვდილის და სიცოცხლის გაგრძელებისთვის სხვადასხვა გზას იგონებს, ყველას ბიძინა ივანიშვილი და მის მრავალწლოვან ხეებთან დაკავშირებული რიტუალები გაახსენა. საზოგადოებამ აღიქვა ისე, როგორც აღიქვა და ჩემი აზრით ამისთვისაც იყო გამიზნული, თუმცა კონკრეტულად რასაკვირველია საპატრიარქო იტყვის, რომ არავის არ გულისხმობდა და ეგოს პრობლემაც და სიკვდილის შიშის პრობლემაც ეს არის თითეული ინდივიდის მარადიული პრობლემა. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვისა განსაკუთრებული ძალისხმევა სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ვინ მიმართავს სხვადასხვა პრაქტიკას, რომელიც სხვათა შორის მართლმადიდებელი ქრისტიანობისგან აცდენილია და ამიტომ საზოგადოებამ აღიქვა ისე, როგორც აღიქვა. ის რომ ტექსტი საყოველთაოა და პირველმა ყველამ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, დღევანდელ ალილოზე უკვე გვითხრა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტმა იოანემ ჭედლიშვილმა. ზოგადად წმინდა წერილი ყველა განმარტება თუ კი ადამიანი ამას კითხულობს, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა დააფიქროს ამ ყველამ და არა სხვა ადამიანზე. თეოლოგებს ბოლო დროს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ილია მეორე მისი ავტორობით გამოქვეყნებული წერილებისა და ეპისტოლეების ავტორი არ არის. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გამყარდა, როცა 1 იანვარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გვერდზე პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა გამოქვეყნდა. მალევე მომხდარს გაემიჯნა სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, რითიც დაადასტურა, რომ ვიღაც პატრიარქის სახელით აქვეყნებს მიმართვებს, რომელიც ილია მეორეს არ ეკუთვნის და სააშკარაოზე გამოიტანა ფაქტი, რომ პატრიარქი იმდენად სუსტადაა, მეტყველების უნარი ფაქტობრივად აღარ შესწევს. პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო. უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს. ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არდებს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი. დამონტაჟებულ ვიდეოს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი ჰქონდა და ყველა გუშინდელ ეპისტოლეს უცდიდა. ეპისტოლეს გავრცელების შემდეგ ისევ ამ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა 25 დეკემბრით დათარიღებული ვიდეო, რომელშიც პატრიარქის სიტყვების გარჩევა შეუძლებელია და ამის გამო კადრებს ტიტრები ადევს. ამან თეოლოგებს კიდევ ერთხელ გაუჩინა განცდა, რომ ეპისტოლეს ავტორი ილია მეორე ვერ იქნება. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპატრიარქოს გავლენიანი ნაწილი ქართული ოცნების ლიდერების გვერდით აღარ არის. დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოებიც, როგორ შეჰყავს რამდენიმე ადამიანს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც თავისით ვეღარ გადაადგილდება. კადრების ასეთმა მანიპულირებამ სააშკარაოზე გამოიტანა დაპირისპირება საპატრიარქოში. ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ვიდეო, რაც ახალი წლის შემდგომ გავრცელდა, ხო, იქაც ჩვენ ხედავთ თვალნათლივ, რომ პატრიარქი თავისი მქცევანებიდან გამომდინარე ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია, მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად ამ სიდე ეპისტოლის დაწერა მისთვის საკმაოდ შრომატევადი საქმეც იქნებოდა. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ისევ და ისევ მისი შემოქმედება, უბრალოდ ეს ზუსტად იგივე გუნდის შემოქმედება არის, ვინც ის ვიდეო გაავრცელა, ვინც შექმნა, და ესე მოგვაწოდა.
დანარჩენი რაც შეეხება თვითონ ეპისტოლესთან დაკავშირებულ მომენტებს მე ვფიქრობ რომ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის ნათქვამი პირიქით ეს არის ძალიან ესე არც ცივი და არც ცხელი და რაც აძლევს საპატრიარქოს იმის საშუალებას რომ ადვილად იმანიპულიროს ქართული საზოგადოებით. ეპისტოლეს ავტორმა წელს პირველად ტექსტში არ ახსენა არც ერთი ფრაზა ქართული ოცნების მესიჯბოქსიდან. ამ თემაზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ისაუბრა. მეუფე გრიგოლის საშობაო ქადაგებამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპატრიარქოშიც და სინოდშიც აზრი გაყოფილია და მაღალი სასულიერო იერარქების ნაწილი ქართული ოცნების პოლიტიკას მხარს სულაც არ უჭერს. დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება. ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლავს სწავლობთ და შესაძლოა ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია. მით უფრო რომ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის. ადამიანის ღვთით ბოძებული, თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნებისა. ამასთანავე ის წარმმართველი პრინციპია უძველესი ქართული კულტურისა. ეს პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი საზოგადოების სიცოცხლის უნარიანობასა და განვითარებას. ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპის უგულებელ ყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა. საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია და მისი თავისუფალი განვითარების ხელოვნური შეჩერება შეკავება დიდხანს შეუძლებელია, რადგან ის სიცოცხლის მახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. თავისუფლების მარად ცოცხალი და აქტიური ნაკადი, სადაც კი გამოთავისუფლების გზას იპოვნის, სწორედ იქ ამოხეთქავს. წლევანდელმა შობამ კიდევ ერთი ცვლილება გამოავლინა. წლევანდელი ალილო განსხვავებული იყო იმ ცვლილობებისგან, რომელიც 2000 წლიდან უცვლელი სახით ტარდებოდა. ალილოს მარშრუტი ყოველთვის წინასწარაა გაწერილი და ის არასდროს იცვლება. მეალილოები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, მიემართებიან რუსთაველის გამზირზე, საგანგებოდ ჩერდებიან პარლამენტსა და საკრებულოსთან, საიდანაც თავმჯდომარე და დეპუტატები სურსად სანოვაგით ხელში გამოდიან. წელს პირველად ეს არ მომხდარა, მით უმეტეს არავინ მისულა პრეზიდენტის რეზიდენციასთან. სადღესასწაულო განწყობით მოკლედ მიუყვებით თბილისის მთავარ ქუჩას, რომ ვახაროთ მთელ საქართველოს შობის დღესასწაული და შემდგომ უკვე შეგროვილი ნობათი დაურიგოთ მას, ვისაც არ აქვს საშუალება რომ მოსულიყო და ჩვენთან ერთად მიიღო მონაწილეობა ამ დღესასწაულში. წელს არ ჩერდებით პარლამენტთან, ხო? იცით რა, მე ეს გეგმები არ ვიცი მართალია, ეს ალბათ ორგანიზატორებს უნდა გითხოთ. ჩვენ უბრალოდ გვითხრეს და მიუყვებით. საქართველოს საპატრიარქო კარ ჩაკეტილი უწყება. ხშირად თეოლოგებისთვისაც რთულია ზუსტად თქვენ რა ხდება ჩაკეტილ კარს მიღმა, მაგრამ ის რომ დაპირისპირება არსებობს ცხადია და წელს პირველად საზეიმო მცდელობას არ შეუერთდნენ იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელთა ლეგიტიმაციასაც ხალხი არ აღიარებს.